კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამჯერად საუბრობთ პანორამა თბილისზე. ჩვენი სტუმარია ქალაქის გეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მეც გმადლობთ. მინდა საუბარი დავიწყო ერთი ინფორმაციით. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გამართა პრესკონფერენცია და დაანონსა, რომ ისინი ხვალ 27 თებერვალს თავისუფლების მოედანზე პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ. რამდენადაც ვიცი, თქვენც უერთდებით ამ აქციას. რა არის თქვენი პროტესტის მიზეზი ამ შემთხვევაში და მთავარი ადრესატი ვინ არის აი ამ პროტესტის? ბიძინა ივანიშვილია მთავარი ადრესატი. რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მისი ინიციატივა, მას უნდა რომ ეს გააკეთოს და რომელი სახელმწიფო თუ კომუნალური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ფორმალურად, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. წესით უნდა გაეცა მშენებლობის ნებართვა მერიას, ააცილეს მერიას ეს საქმე იმისთვის, რომ ხალხის ჩართულობა არ ყოფილიყო შესაძლებელი, ხელოვნურად გადაიტანეს ცენტრალურ ხელისუფლებაში, ესე იგი ეკონომიკის სამინისტროში. აი ხომ ჩანს, რომ ეს უწყებები არაფერს არ წარმოადგენენ. ერთ ადამიანს უნდა დააკეთებს და გრძელდება იგივე, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, ერთ ადამიანს უნდა დააკეთებდა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება რამდენად არის აქტიურად ამაში ჩართული და რა შედეგს გამოიღებს საზოგადოებრივი პროტესტი? საზოგადოება აქტიურად არის ჩართული, უკვე რამდენი აქცია იყო, ეს შეიძლება ითქვას 2 წელიც კი გავიდა, როდესაც პირველად იყვნენ იქ ადამიანები, ნახეს რომ უნებართვოდ იყო დაწყებული მშენებლობა, მაშინვე გამართეს იქ აქცია, ასე რომ ეს კარგახნის ამბავია, ყველა ელოდა რომ ეს გამოიღებდა შედეგს, მაგრამ აი ჩანს რომ მშენებლობა შეუჩერებლად მიდის. ამის მერე იყო რომ გადაიტანეს სწორედ ეკონომიკის სამინისტროში ეს საქმის წარმოება, მოკლედ ყველაფრიდან ჩანს რომ არაფრად არ აგდებს ეს ადამიანი ხალხის ნებას. ხალხი არ უნდა ამის გაკეთება. მოდით უშუალოდ ვისაუბროთ პროექტზე. თქვენ ამ საქმის პროფესიონალი ბრძანდებით და თუ შეიძლება განმარტოთ იგივე ჩვენი მსმენელისთვის, რა არის ეს პროექტი? გვესმის პანორამა თბილისი, პანორამა თბილისი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო დეტალურად არის საჭირო იმის ცოდნა, რას მოიცავს ეს პროექტი თავის თავში. ეს პროექტი მოიცავს 3 ობიექტს, სოლოლაკის ქედზე, ერთ ძალიან დიდი მოცულობის 2 შენობას. ერთ-ერთი ამოიზრდება ლეხთახევიდან, თვითონ დინარისპირიდან და ავასწორეთ ამ ქედის კეხამდე, სადაც მეორე შენობა იქნება. მეორე შენობა არის, ესე იგი მეორე ობიექტი. თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას, რომელიც დაანგრიეს, რომელიც იყო შესანიშნავი შენობა. საბჭოური დროის ის ძალიან კარგად იყო ჩაწერილი ამ განაშენიანებაში, ერგებოდა მას. ერთი მხრივ იყო სრულიად თანამედროვე, მე-20 საუკუნის შვილი და მეორე მხრივ ეწერებოდა ისტორიულ გარემოში, აი ეს დაანგრიეს ვანდალურად, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა და ეხლა იქ აშენებენ ისეთ შენობას, რომელიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს. გადაჭარბებული აქვს ამეორე კოეფიციენტი. შეპირების მიუხედავად, რომ ამ მეორე კოეფიციენტს აღარ გადააჭარბებდნენ, როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ესენი პირველ რიგში აი ამას მისცეს ამ გადაჭარბების უფლება. არღვევენ იქ რუსთაველის 1 პირველი ნომრის ცხოვრებლების უფლებებს, ძალიან ახლოს უშენებენ ამ სახლს და მთლიანად ეს ნაგებობა იმხელა, ისეთი დიდია, რომ სრულებით არ შეეფერება იქაობას და მესამე ობიექტი ეს იქნება ერაკლეს მოედანზე, ქვემით შუაგულ ძველ ქალაქში, ესე იგი შუა საუკუნეების ქალაქში და ასევე შეუფერებელია იქ ამის განხორციელება. ამ ყველაფერს დააკავშირებს სულ ცოტა 2 ობიექტს, პირველს და მეორეს საბაგიროები, ეს იმისთვის რომ ეს განხორციელდეს, ეს მეორე ობიექტი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი. რაც ისეთი უხეში ჩარევა იქნება ქალაქის ქსოვილში, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ყველა თვალსაზრისით მოქალაქეებს არ უნდათ ეს და გასაგებიც არის, ეს სოციალური ასპექტიც აქვს ამას. პროფესიონალებს არ უნდათ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს აფუჭებს თბილისს, უკარგავს თავის სახეს, უკარგავს შანსს
როდესმე მაინც გახდეთ სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისი და ეს უკვე საკმარისი საფუძველია რომ ეს არ აშენდეს. ბატონო ზურაბ, ჩვენ აი ამ თემის გარშემო არაერთი შეფასება მოგვისმენია და მე პირადად წავიკითხე ასეთი რამ, რომ ეს პროექტი არის საფრთხის შემცველი. შეგიძლიათ ეს თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა საფრთხეზეა ამ შემთხვევაში საუბარი? მე ასეთ რამეს არ ვიცნობ, ამიტომ ვერ ვიტყვი. რაღაცა ყურმოყრით გამიგია, რომ შესაძლოა იმ კლდის მოჭრამ გამოიწვიოს გარკვეული შედეგები, რაც მე ზუსტად არ ვიცი რა შედეგებზე ლაპარაკი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად ძალიან ბევრნაირი საკითხის გადაჭრა შეიძლება და ალბათ თუ პროფესიულად მიუდგებიან ტექნიკური თვალსაზრისით, იქაც აიცილებენ ასეთ ცუდ შედეგებს, თუმცა ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასეთი დონე ბუნებასთან ურთიერთობით ჩვენთან არ არსებობს. იქ უკვე მოიჭრა უამრავი ხე, შეიძლება დაიწყოს ეროზია, მაგრამ როგორც ვამბობ, ეს არ არის არსებითი. ამის გაკეთება ბოლოს და ბოლოს შეიძლება. ძალიან ბევრ ფულს დახარჯავენ, უცხოელ სპეციალისტებს მოიწევენ და ისე გააკეთებენ, რომ იქ არ დაინგრევა, ეროზია არ მოხდება და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ ეს გააკეთეს, მაგრამ ეს არ არის არსებითი. არსებითია სოციალური ასპექტი, ქალაქშენებლური ასპექტი. ქალაქის იერსახის დარღვევა, ხო, როგორც იერსახის დარღვევა, სოციალური სამართლიანობის დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევა, ეს ადამიანი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. მშენებლობის უფლება არ ჰქონდათ და ისე დაიწყეს. სხვათა შორის თავის სასახლის მშენებლობაც ისე დაიწყო, რომ მშენებლობის უფლება არ ჰქონდა. ეს თვითონ მან საჯაროდ განაცხადა. ესე იგი, იმის ცნობიერებაც კი არა აქვს, რომ კანონზე მაღლა დადგომის უფლებას არ აძლევს ბევრი ფული. და აი ამას მაინც აკეთებს. და მაშინ მე ვერ ვხედავ ვერავითარ განსხვავებას წინა ხელისუფლების ლიდერებსა და მას შორის. ბატონო ზურაბ, რომ განვავრცოთ ჩვენი საუბარი და არა მარტო თქვა პანორამა თბილისის პროექტზე ვისაუბროთ, არამედ ზოგადად მთელს ქალაქზე და იმ ქალაქის დაგეგმარებაზე. მე ვიცი რომ თქვენ რამდენიმე ხნის წინ წერილიც კი მისწერეთ პრემიერ-მინისტრს, სადაც საუბრობდით იმ პრობლემებზე, ვთქვათ, რაც არის ამ მიმართულებით და ასევე შესთავაზეთ გარკვეული ცვლილება სტრუქტურული, რომელიც შეიძლება განხორციელდეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით. საინტერესოა თუ იყო, ვთქვათ, იგივე პრემიერ-მინისტრის მხრიდან რაიმე კომუნიკაცია ან გამოხმაურება, ვთქვათ, თქვენს ამ მოსაზრებებზე? არავითარ გამოხმაურება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს გამოვაქვეყნე, ჩავაბარე ოფიციალურად, ფორმალურად კანცელარიაში და არავითარი გამოხმაურება ამას არ ჰქონია. მოდით მაშინ მსმენელს უთხრათ, თქვათ, აი თქვენ რა მიგაჩნიათ ის ყველაზე რამდენიმე პუნქტად იყო, რამდენადაც მახსოვს, ყველაზე მთავარი პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე არის, თქვათ, ჩვენს ქალაქში, როგორც დაგეგმარების, ასევე გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. გარემოს დაცვის და ეკოლოგიის თვალსაზრისით პრობლემები არის იგივე დაგეგმვის პრობლემები. ქალაქ გეგმარება ეს არის ინტეგრირებული დაგეგმვის სახეობა, რომელიც ითვალისწინებს ამ ასპექტებსაც, ესე გარემოს დაცვასაც. ცხოვრების ყველა ასპექტს ითვალისწინებს და თბილისი ქალაქ გეგმარების გარეშე, ესე იგი დაგეგმვის გარეშე ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ გარემოს დაცვის ასპექტები ისევე აუგულებელყოფილი, როგორც ყველა სხვა ასპექტი განაშენიანების პარამეტრების, ესე სიდიდის, სიმჭიდროვეების, გამოყენებათა ასპექტი, სოციალური ასპექტი, არაფერი არ არის გათვალისწინებული მშენებლობისას. მშენებლობა გრძელდება 1990 წლიდან, 11 წლიდან დაწყებული, დღემდე უკვე 25 წელია, ერთ საკადასტრო ერთეულზე იხილავენ მშენებლობის ნებართვის გადაცემის პირობებს და გათავდა. არსებითად ესეა. ახლა შეიძლება რაღაც ფორმალურად შემედაოს ვიღაცა, მაგრამ ფაქტობრივად ესეა. მიწათსარგებლობის გეგმა არ მოქმედებს, იმიტომ რომ ყოველ წუთში არღვევენ, ფორმალურად არღვევენ, აქვთ ამისი ესეთი ფორმალური წესები შეტანილი კანონში და ასეთი დარღვევების უფლება აქვთ ფორმალურად და არღვევენ მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ასევე აჭარბებენ კოეფიციენტებს, ესე იგი სიმჭიდროვეებს, რომელიც სრულიად დაუშვებელია. ის ნორმირება სიმჭიდროვეების, აი მაგალითად ამეორე კოეფიციენტით არის აზრიანი რაღაცა, ეს არ მოქმედებს მხოლოდ რესტამბელობაზე, იმისი ლიმიტირება არის სოციალური საზოგადოებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ მაღალია სიმჭიდროვე სადღაც, ის ნაკვეთი ვერ უძლებს ამ რაოდენობა ადამიანებს. აქ საუბარია შენობის სიმაღლეზე.
საერთოდ რაოდენობაზე კამეორი კოეფიციენტი არის სართულთა ჯამური ფართის შეფარდება. ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ თბილისის ძველ უბნებში თქვა არ უნდა იყოს ამ სიმაღლის შენობები. ხო, ეს სხვადასხვა ასპექტის გამო არ შეიძლება იყოს. ერთი არის ის, რომ ეს შეუფერებელია ისტორიული განაშენიანებისთვის, არღვევს იმის სახეს და მაშინ ადამიანებს ეკარგებათ სამშობლო. ის იმათი სამშობლო თავისი სახით და ყველაფრით. მაგრამ მეორე მხრივ ირღვევა ჰიგიენური ნორმები, ესე იგი ღირსეული ცხოვრების ნორმები ირღვევა და ამ ნორმებს განასახიერებს ეს კამეორი კოეფიციენტი. მისი გადაჭარბება იწვევს არანორმალურ ცხოვრებას, ზედმეტად მჭიდრო ცხოვრებას. ეს მიწის ნაკვეთი, ამ მიწის ნაკვეთის ცხოვრებლები გადატვირთავენ მე საზოგადოებრივ სივრცეებს, მეზობელ მიწის ნაკვეთებს, გადაიტვირთება შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურები და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ლიმიტირება აზრიანია და ამ ლიმიტირებას არავითარი აზრი აღარ აქვს ჩვენთან, იმიტომ რომ ყოველი კერძო ანგარებაზე დამყარებული განცხადების საფუძველზე შეიძლება გაიზარდოს ეს სიმჭიდროვე და მაშინ საკითხავია რისთვის არსებობს საერთოდ ეს ნორმები. თქვენ ბრძანეთ რომ 91 წლიდან მოყოლებული ეს პროცესი ასე ვთქვათ მიმდინარეობს შეუცვლელად და შეიძლება ითქვას რომ არ არსებობს გენერალური გეგმა ხედვა ერთიანი თუმცა სხვადასხვა პერიოდში ვთქვათ იგივე ხელისუფლების ცვლილებების დროსაც ჩვენ ვისმენდით ვთქვათ დედაქალაქის მესეურების მხრიდან რომ არსებობს ასეთი გეგმა და ჩვენ რაღაცა აი ამ გეგმის განვითარებას მივყვებით. აი მე რაც ვთქვი, მიწათსარგებლობის გეგმა, ეს მართლაც ის გეგმაა, ის მართლაც არსებობს, ოღონდ ის არ მოქმედებს. მიწათსარგებლობის გეგმა ნიშნავს გარკვეულ სამშენებლო რეჟიმებს სხვადასხვა ადგილებზე და ამას ქვია ზონირება. სხვადასხვა ზონებია ქალაქში. მაგრამ ამ ზონის სტატუსი იცვლება ყოველი, როგორც ვთქვი, ანგარებაზე დაყრდნობილი განცხადების საფუძველზე. მაშინ რაღაც სჭირდებათ ეს გეგმა. ეს ფარატინა ქაღალდია, რომ დახედოთ ახლა ამ გეგმას, თქვენ ამ ზონირების სქემას, დაინახავთ, როგორ არის დაჩრეტილი ეს საცერივით, რაღაცა ზონა არის და თავიდან დანიშნული და შემდეგ ამ ზონაში არის ამოჭრილი სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და შეცვლილი აქვს ზონის სტატუსი. და ზონის სტატუსის შეცვლის მერე კიდე კოეფიციენტები აქვს შეცვლილი. მოკლედ ის გეგმა არის ფარატინა ქაღალდი და ეს ფარატინა ქაღალდობა გრძელდება დღემდე. ეს გააკეთა ფარატინა ქაღალდად აქცია ეს გეგმა წინა ხელისუფლებამ, თავისი ესე უკანონო რეგულაციებით, არსებითად უკანონო რეგულაციებით ეს გადაიბანა ბარა ახალმა ხელისუფლებამ და ზუსტად იგივე საკეთებს. უფრო მეტი ტემპითაც კი. ყოველდღიურად ხვდებით სრულიად შეუფერებელ უმსგავსო შენობებზე გაცემულ შენებლობის ნებართვებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ძველ ქალაქში, ახალ ქალაქში და ყველგან. ბატონო ზურაბ, შეგიძლიათ აი დაახლოებით 10 წლის შემდეგ წარმოიდგინოთ და პროგნოზი გააკეთოთ, თუ ასე გაგრძელდა როგორც თქვენ ბრძანეთ და ამ ტემპით ეს ყველაფერი რა შედეგებამდე მივა დედაქალაქი? ეს ქალაქი აღარ იქნება. გარკვეული თვალსაზრისით ეს უკვე აღარ არის ქალაქი. არის შემორჩენილი რამოდენიმე უბანი, ძველი უბანი, რომელსაც აქვს ქალაქური იერი, ევროპული ქალაქის იერი და შესაძლებელს ხდის იქ კიდევ ქალაქური ცხოვრების წესის არსებობას, თუმცა აი მობილობის პრობლემის მოუგვარებლობის გამო, ესე ტრანსპორტის გამო იქაც ეს ძალიან შეფერხებულია. თუ ეს ესე გაგრძელდა, ამ უბნებსაც მოედება ეს ჭირი, შავი ჭირი, ესე ვთქვათ, იგივე ჭირი, რომელიც მოედო საბურთალოს, ვაკეს, ვერას, ხო? ძალიან ბევრ ადგილს. და მაშინ ეს ადგილებიც აღარ იარსებებს, ის ბოლო იმედი, სადაც შეიძლება ქალაქური ცხოვრება ისევ აღდგეს, ესეც დაიკარგება და ეს აღარ იქნება ქალაქი. ეს არ იქნება ქალაქი ევროპული გაგებით. ქალაქური ცხოვრება იქნება შეუძლებელი. მაშინ სულად გაუგებარია, რატო უნდა იცხოვროს ასეთ ადგილას ადამიანმა, სადაც არის ცუდი ჰაერი, ხმაური და ის სიკეთეები კი არ ექნება, რაც ქალაქს უნდა კონდეს. მაშინ წავა და იცხოვრებს სოფელში, მაგრამ სოფელში რო გაუსაძლისი მდგომარეობა, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანად ქვეყნის ცხოვრება არის მოუწესრიგებელი, კულტურული თვალსაზრისითაც, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის პრობლემა. საწავიდეს ეს კაცი. მოსახლეობის დიდი უმეტესი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი, დედაქალაქში ცხოვრობს. იმიტომ რომ ამ რეგიონში გაუსაძლისი პირობებია, ყოველმხრივ გაუსაძლისი პირობები თავს აფარებენ ქალაქს, ქალაქმა დაკარგა, არა მხოლოდ ამიტომ, დაკარგა თავისი ქალაქურობა, ისევ გავიმეორებ, ქალაქი თბილისი დღეს ქალაქი აღარ არის გარკვეული თვალსაზრისით.
ძალიან დიდი მადლობა. ბატონი ზურაბ ბაქრაძე ქალაქის გეგმარებელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვსაუბრობდით დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე დაგეგმარების კუთხით და ასევე პირველ ნაწილში ვისაუბრეთ აქციაზე, რომელიც დაგეგმილია ხვალ პანორამა თბილისის, ასე ვთქვათ, გასაპროტესტებლად. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო კვინტრაძის სტუდია. მე გემშვიდობებით ერთი კვირით და გადაცემა კი ორ შაბათს დაგიბრუნდებათ ვახო სანაიასთან ერთად. კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე.